Bilal-მა ოქროს ნომრები აუქციონზე გაყიდა ფასი 700 ლარიდან იწყებოდა ყველაზე მარტივად დასამახსოვრებელ 50 ნომერს ახალი მფლობელი უკვე ყავს. აქცია საქველმოქმედო იყო, შემოსული თანხა კი საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ფონდსა და ილდანის ბავშვთა სახლს გადაუნაწილდა. დაფიქსირდა რეკორდული თანხაც აუქციონის ერთ-ერთმა მონაწილემ ნომერში 3000 ლარიც კი გადაიხადა. სულ აუქციონის შედეგად შემოსული თანხა 20840 ლარი იყო. ახლა ფული უკვე ბავშვთა სახლების ანგარიშზეა. საღამოს საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსიც ესწრებოდა. დიდი პატივია, რომ ჩვენი ფონდი არჩეულია როგორც ერთ-ერთი ბენეფიციარი თქვენი საქველმოქმედო აქციის, ხოლოს მინდა გისურვო შვენიერი ახალი წელი და შობა 2011 წელს მართლა ყოფილიყოს შვიდობიანი, წარმატებული, ჯანმრთელი და ბედნიერი ყველასათვის, ვინც აქ არის და თქვენს ირგვლივ და რა თქმა უნდა დანარჩენ მთელ საქართველოს. დღეს ჩვენ ვატარებთ ამ ღონისძიებას, რათა დავეხმაროთ მიუსაფარ ბავშვებს. ეს ჩვენი კამპანიის ნათელი ფერები ბავშვებს გაგრძელებაა. ჩვენ მადლობელი ვართ თითოეული ადამიანის, ვინც დღეს აქ მოვიდა და ვინც ეხმარება ჩვენთან ერთად ბავშვებს საქართველოში. ღონისძიებას შემოსული თანხა მოხმარდება თბილისის კრიზისული ცენტრის მოწყობას, ეგრეთ წოდებულ ქუჩის ბავშვებს, მაგრამ ის ქუჩის ბავშვები არიან ჩვენი შვილები, რომლებიც დღეს არიან ქუჩაში მთელი რიგი პრობლემების გამო. საზოგადოება როცა ითავისებს, რომ ისინი ჩვენი შვილები არიან, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.